Good to see you again. Very fine. How are you? Good. Hello. This is approximately 6,000 square meters. 1 million property. You are well prepared. So, let's go ahead. Let's go. Good. The different micro elements. The elements which are used by the plant, which they need. Actually, the process of the plant. And then we go to the germination, which is there. What we expand is and here we start with. So what happens in this process is first goes to the other side. Then we have მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა ბატონ მამუკა. მივესალმები ჩვენს ინვესტორებს ჰოლანდიიდან, მივესალმები ჰოლანდიის ელჩს, მივესალმები მინისტრებს, ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ. როგორც გვიაღნიშნეს, ეს არის ქართულ-ჰოლანდიური ინვესტიცია, დაახლოებით 5 მილიონი ლარის ღირებულების. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ წარმატებულად მუშაობს სახელმწიფო და კერძო სექტორი. მოგეხსენებათ, რომ ეს საწარმო დაფინანსდა, თანადაფინანსება გაუგეთ სახელმწიფომ 1 მილიონი ლარის ოდენობით. სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო უშუალოდ ჩართული, ეკონომიკის მინისტრი იყო ჩართული ამ პროექტში. და ძალიან სასიხარულო პირადად ჩემთვის, ვინაიდან კიდევ ერთ საწარმო გაიხსნა საქართველოში, ადგილობრივ მოსახლეობად დასაქმდა და რაც თავარია, ახალი ტექნოლოგიები შემოვიდა, ახალი ცოდნა შემოვიდა საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივ მოსახლეობამ გლეხებმა ისწავლონ ახალი ტექნოლოგიები შეიძინონ ახალი ცოდნა და რომელიც შეიძლება შემდეგ მოხმარდეს სხვა რეგიონს, სხვა სოფელში გაკეთდეს ანალოგიური საწარმო. ჩვენთვის მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის განვითარება. ეს არის ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ბატონ მიზნეევანიშვილის ინიციატივით დაიწყო პროექტი შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძალიან წარმატებულად ვითარდება. წელს დავიწყეთ ჩვენ კიდევ ახალი პროგრამა აწარმოების საქართველოში და უკვე დაფინანსდა 99 ახალი საწარმო. ეს არის ახალი სიტყვა სოფლის მეურნეობაში. მე პირადად ვიყავი ჩასული ხობში, ვნახე გადაიარაღებული საწარმო, სათბური და ვნახე თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიებით კიდევ უფრო ნაკლები დანახარჯებით მეტი პროდუქციის და რასაც ევროპული ხარისხის პროდუქციის მიღება, წარმოება. აქვე მინდა განსაკუთრებით აღნიშნო ბატონი დირკის წვრილი ამ პროექტში, ვინაიდან ჩემთვის ორმაგად სასიხარულო, ვინაიდან ბატონი დირკი ჰოლანდიის მოქალაქე დასახდა სამტრედიაში. ეს არის მართლაც მაგალითის მიმცემი არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ ქართველი მეწარმეებისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვაწარმოოთ საქართველოში. პროგრამა აწარმოეს საქართველოში, სწორედ ამას გულისხმობს და ჩვენ გვაქვს მართლაც უდიდესი პოტენციალი, უდიდესი რესურსი და ამას შეიძლება უცებ გამოყენება. ჩვენ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარი უნდა გავაყოფილოთ, არამედ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ წელს გავაფორმეთ ავსტრიების ხელშეკრულება, ჩვენთვის გახსნილი არის 900 მილიონიანი ბაზარი. ეს არის მთელი დესტის ქვეყნები, რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე ჩვენმა მთავრობამ გახსნა 2 წლის წინ. ევროპის ბაზარი არის, რომელიც არის ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში. ასე რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ქართულმა მეწარმემ, თვითონ მეწარმემ. ამიტომ კიდევ ერთხელ მე მინდა მოგესალმოთ, მოგილოცოთ ეს პროექტი და გისურვოთ წარმატებები. მადლობა.